შედით სლოვაკეთში. ჟილინაში, სადაც საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. მოდი თავიდანვე ვთქვათ, რომ აი ამ ტურნირის წინ ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ნაკრებმა საბა გოგლიჩიძის სახით, როდესაც ესეთი ლიდერი აკლდება გუნდს ყოველთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადება, როდესაც რამაზ სვანაძე ამბობს, რომ ამ გუნდს ყველაზე მთავარი არასოდეს არ აკლდა, ეს არის мотиваცია და ის რომ რისთვის თამაშობენ ეს ფეხბურთელები, მათ ძალიან კარგად აქვთ გზეგანებული და ეს არის მთავარი. ამ ნაკრებმა ზოგადად აი ბოლო პერიოდში მიგვაჩვია იმას, რომ მართლა ბოლომდე იბრძვის. ხორვატიის თამაში ავიღოთ, დაუჯერებელი გუნდი დაამარცხა, მით უმეტეს თბილისური არც თუ ისე დამაჯერებელი შედეგის მხრივ ამბობ, თორე თამაში თანაბარი იყო თბილისშიც. ჩვენ გვეგონა რომ უკვე ხორვატიაში ფავორიტი იქნებოდა მასპინძელი ნაკრები. ისიც უნდა გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ ვიყავით მასპინძლები, მაშინ რამაზ სვანაძის გუნდმა ძალიან კარგი თამაშები გვაჩვენა. მართალია, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავედით, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას გვახსოვს, რომ ჩვენიერი თამაშები ძალიან ძლიერი და რეკორდიც დავამყარეთ დასწრების მხრივ. რამაზ სვანაძეზეც უნდა ვილაპარაკოთ 1-2 სიტყვით, იმიტომ რომ აუცილებლად. ჩემთვის როგორც მწვრთნელი არის ერთ-ერთი საუკეთესოა რა მოკლედ რა ჩემთვის. მე წეღანაც თქვია საუკეთესო мотиваტორია კი. საუკეთესო მწვრთნელების რაღაცა ტოპ 5-ში შედის. ძალიან მიხარია კიდევ ერთი ფაქტი, რომ უკვე კარგი ტრადიციად იქცა ის, რომ აი ეს ადამიანები, კომაგები მუდამ დაყვებიან ჩვენს გუნდს. კი ვნახეთ, ჩვენ ერთად ვიყავით გერმანიაშიც და ნამხელა მუხტი შემოქონდათ ამ ადამიანებს და ეს მუხტი დარწმუნებული ვარ, რომ აქ საჭირო ადგილას, საჭირო რაღაცას მოიტანს და ბიჭები სწორედ გაიგებენ ყველაფერს ამ მათ შეძახილს და რა თქმა უნდა შეიძლება არ არის ის მასშტაბები, მაგრამ რაც თავია ისინი აქ არიან და მოდი დავიწყოთ კიდევ თავარი ამბით რომ არა ეს მართლაც უმაგრესი კომპანია და უმაგრესი წყალი, მთის წყალი და რა სასიამოვნოა უცხო ქვეყანაში ქართულ წყალს როდესაც დალევ და სიამოვნებით. და თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველთვის არის სპორტსმენების და სპორტის გვერდზე. არა და წელს საერთოდ მე მგონი ყველაფერს და ყველას აჯობეს, ნახეთ ლოგო, რა ლოგოც აქვს, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, მოკლედ მთის წყალი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო წყალი და სპორტის ნამდვილი კომაგი. ეხა იცით რა ეტაპზე ვართ, სანამ აქამდე ჩამოვიდოდით. ესე იგი, სამთავიანი დევი იყო. ორი თავი მოვაჭერით. იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. ეხა მესამე თავი დაგვრჩა დღეს საქართველოს ეროვნულმა დღეს ნაკრებმა. აუცილებლად ჭირდება, კი, აუცილებლად ჭირდება პოლონეთის დამარცხება, იმიტომ მოდი რეალურად ვთქვათ, რომ ურთულეს ჯგუფში ვარ. ორი აი გამოკვეთილი ფავორიტი ეს არის პორტუგალია და ეს არის რა თქმა უნდა საფრანგეთი. საბედნიეროდ საფრანგეთსაც შერკი არ ჩამოუვიდა, ერთ-ერთი მართლაც მეგა ვარსკვლავი უკვე დღევანდელი თანამედროვე ფეხბურთის. თუმცა მე კიდევ ვიტყვი, რომ მე მჯერა რომ ეს ბიჭები ბოლომდე ითამაშებენ. ვთქვათ, რომ ამ გუნდსაც ყავს თავისი ასე ვთქვათ გამოკვეთილი ლიდერები, ეს იქნება აზაროვი, ცალსახად, რა თქმა უნდა, საზონოვი, რომელიც ხანძლივი ტრამვის შემდეგ დაუბრუნდა და აქვს ამ ნაკრებთან ერთად თამაშის გამოცდილება. დამთავობის ფეხბურთელებს აქვს мотиваცია და არა აქვს ჩიში. мотиваცია არის გასმაგებული, იმიტომ რომ უყურებენ კვარას მამარდას, მიქაუტაძეს, ქოჩორაშვილს, ბუდუს, რომლებიც წინავენ და მათაც დღეს თუ აი აჩვენებენ რაღაცა მაღალი დონის პასს. და მათ უმრავლესობას მათთან ნათამაშები აქვს. ამას პლუს ანუ იციან რომ მომავალი აუცილებლად აქვთ მათაც და მათ შრომასაც აუცილებლად ექნება საბოლოო ჯამში დაფასება. მოდი ორი სიტყვით ვთქვათ მასპინძელ ქვეყანაზეც, სადაც საქართველოს ნაკრები იქნება, თორემ მასპინძლობს სხვა ქვეყანაც, მაგრამ ჩვენ სლოვაკეთში ვართ. ბრატისლავაში ჩვენ არ ვართ, საქართველოს ნაკრები თამაშებს აქ ჟილინაში და ტრენჩინაში. ჟილინა უნდა ვანახო, აი ეს არის ამ ქალაქის ცენტრიც. ამ წუთებში კონცერტი მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყოდი რომ ბევრი ხალხი არის შეკრებილი, თუმცა ქართველები მაინც ვართ აქ. კომაგებით დავანახოთ. კომაგებთან აუცილებლად გადავალთ, მაგრამ ეს არის ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაც, მთავარი მოედანიც, საღამოს თავშეყრის ადგილიც და დაახლოებით ქართული მასშტაბებით რომ ავიღოთ, ბორჯომში ვართ ჩვენ, ხო, დაახლოებით. ბორჯომ ხარაგაულში.
ხო, ნუ ხარაგაული ცოტა იქით არის, ნუ დღემდე ჯერ ჩვენ არ ეგეთი მოგვიწევს. ბუნებაა, დაახლოებით რომ წარმოვიდგინეთ. მაგრამ ძალიან ლამაზია, ევროპა ეთყობა, მაგრამ ეს ის დავარცხნილი და ისეთი ევროპა არა, რომელიც თუნდაც გერმანიას არც უნდა შევადონ, თუნდაც გვერდზე მეზობელი ჩეხეთი. თუმცა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ UEFA სტაფი ძალიან მოწესრიგებულია, ჩვენივად დაგვწნე, ყველაფერი და მოწესრიგებულია. გვითხრეს რომ მოედანი სათამაშოდ ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ის სადაც ჩვენი ნაკრები ვარჯიშობს, ნუ ამასაც უკვე ჩვენი დღიურების განმავლობაში, როდესაც ჩვენ უკვე იმ ქალაქში ჩავალთ მარტინში, სადაც ნაკრები არის დაბანაკებული, ამ საწვრთნელ ბაზასაც გაჩვენეთ. მოდი, მე მგონი დრო არის ახლა ეს პატარა მუხტი, ხო. მოდი, პირდაპირ ჩვენ შევიდეთ კომაგებში და ჩვენ ვნახოთ მათი განწყობა. წავედით. წეგანაც ვთქვი რომ მასშტაბი სხვა არის, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ის ემოცია და ის მუხტი იქნება ბოლომდე. დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატი. ხო, აი თქვი რომ მასშტაბი სხვა არის, კი, აი შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ფუჩაში დავდიოდი ნებისმიერ ადგილას, ქართველი ხალხისადმი ყველა კეთილგანწყობილი იყო. თან ეს იყო ტურნირი, რომელზედაც ქართული თაობები ოცნებობდა, ჩვენი მამების და ბაბუების თაობებიც ოცნებობდა, რომ მოდესმე იქვე თამაშა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შევესწარით ამ ყველაფერს მომსწრენი გავხდით, ჩავედით და საქართველოს ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა ის ევროპის ჩემპიონატი. ახლა რა თქმა უნდა 21 წლამდეთან ნაკრებია, ვიღაცისთვის შეიძლება არ არის ძალიან პრესტიჟული ტურნირი, მაგრამ მე მინდა უთხრა ყველას, რომ ზუსტად ამ თაობებიდან, ამ 21 წლამდე ფეხბურთელთა თაობიდან მოდის შემდეგ ეროვნული ნაკრები და თუ მათ არ ვაჩვენეთ ის რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ, მათი თამაში თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია. ის რომ ისინი მოედანზე გადიან და საქართველოს სახელი უნდა წარმოაჩინონ, მაშინ წლების შემდეგ თუ ისინი ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში, იგივე განწყობით ითამაშებენ. რომ ხედავენ აი ჩვენ მიმართ, ჩვენი მხრიდან რომ აქ ვარ, ჩამოსული ვარ მათ საქომაგოდ, ისეთი მადლიერება არის მათ მხრიდან, რომ ახლა ფიქრობ, ხო იცი დავით რომ აი ღირს ეს ამდენი დრო გააცლინო, ამდენი ფინანსები დახარჯო და მოდი შეიძლება აი გიფიქრია, მაგრამ შემდეგ მათგან იმხელა სიყვარულს ვცნობ, იმხელა დაფასებას ვცნობ, რომ მართლა ამ ემოციისთვის ყველაფერი ღირს ალბათ რომ გადადო და ჩვენი მაქსიმუმი აუცილებლად იქნება ტრიბუნაზე. რამდენი ვიქნებით ისე დაახლოებით აი ამ ტურნირზე? მე რა ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 560-დან 570 ბილეთამდე აქვს ქართველებს ნაყიდი. მიუხედავად სიმცირისა, ჩვენი ხმა საკმაოდ არა, ამაში ჩვენ მე არც გისვა ამ კითხვას, თქვენ ხმას გაიგონებთ თუ არა, მაგრამ ამაში ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ თუ კიდე გინდა რაღაცას ვეთყვი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. გერმანიაში ვიყავი 18 დღე თქვენთან ერთად და თქვენ თქვით რომ ხანდახანო გერმანიაში? ხო, შენც იყავე? რაღაც არ მახსოვს. ამასობაში მიკროფონის მაგნიტი დავკარგე კიდე და მომაძებნინე. საწაიღე გოგო, ეს რა განწყობაა, როდესაც შენ გუნდს დაყვები, შენ გუნდთან ერთად ხარ და რაღაც შენი ემოციის მიტანა შეგიძლია. აღმატებული გზნობა არის, რომ შენ ნაკრებთან, იმ ნაკრებთან, რომელმაც ამხელა სიხარული მოუტანა ჩვენ სამშობლოს, ამ ნაკრებთან ერთად დადიხარ და იმ ემოციებს, იმ სიხარულს ერთად ზეიმობ და განიცდით. ვამტკიცებთ ამ რაღაც ფანურ კულტურასთან სანაკრებოს, ძალიან ისე წესიერად სიმღერებით, მაღალი კულტურით მოდიან, სრული წესების დაცვით, მოკლედ ძალიან მაგარია, იცი ეს სიამაყის გზნობა რომ გრძელდება რა, კი. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ეს ემოცია რომ დაგვიბრუნდა იმასაც განვიცდით გერმანიაში, არის არ ვიცი, ძალიან კარგი.
ემოციური იყო, ეხლა ემოციების ქვეშ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ეს გუნდის დამსახურებაა, იმიტომ რომ ანუ ამდენი ხანი ამისთვის შრომობდით, რომ ესე კარგად გავეხსნა, მოგებით გავეხსნა. პირველივე თამაში პოლონეთთან არ არის პოლონეთი, ანუ ძალიან ძლიერი გუნდი არის რა, ძალიან რთული მეტოქეა თანამედროვეულად და ძალიან ბედნიერები ვარ ჩვენი გამარჯვებით, რომ ის ჩვენი მიზანიაც დავსახეთ ამ თამაშისთვის შევასრულეთ და გავიმარჯვეთ. პირველ რიგში მადლობა მინდა მაყურებელს და გულშემატკივრას მოუხადო, იმიტომ რომ გვაძლიერებენ, ძალას გვაძლევენ ზუსტად იმ ძალას, რაც ეს სულისკვეთებაში და ხასიათში ჩვენ ვამჟღავნებთ ამ ყველაფერს. ზუსტად ეგ არის ის მიზეზი, ის ძალა, რაც გვინარჩუნებს ჩვენ იმ ბოლო მომენტში ხასიათს და არც ერთ წამი არ ყოფილა ის მომენტი, რომ იმედი დაგვეკარგოს, როდესაც გათანაბრდა თამაში, ყველას ეგ განცდა ქონდა და მე მგონი არც საჭიროებდა მოედანზე ის, რომ მიდით ბიჭებო, ჩვენ უნდა შევძლოთ პირდაპირ მოდიოდა შიგნიდან ეგ ყველაფერი და ძალიან კარგია რომ ეს შევძელით და თამაში ჩვენ სასიკეთოდ დავამთავრეთ. დავიწყოთ იქიდან, სადაც დავასრულეთ, ანუ შევედით ჩვენ პირველ შეხვედრაში, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული იყო, ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ მძიმე ნაკრებსაც ვეთამაშეთ, მაგრამ აი ეს ბრძოლის უნარიანობა, ის რაღაც რაც ამ ბიჭებმა უკვე დაამკვიდრეს, ბოლოში წამებზე თავისი შედეგი გამოიღო და რა ვიცი. შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ზღაპრულად მოიგეს. კი არა, საოცარი მოგება იყო, აი ჟინის და რაღაც კბილებით იბრძოლეს ნამდვილად და ეს მატჩის შემდგომ კონფერენციაზეც და ინტერვიუებშიც კარგად გამოჩნდა. ვიც ჩავწერე ყველა ფეხბურთელმა მითხრა, რომ ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდით. რამასვანაძემაც აღნიშნა, რომ მე ვიცოდიო, რომ ჩემი ფეხბურთელებიო ბოლომდეო დაიხარჯებოდნენ და ეგ შემართებაო, მგონიო, რომ არა არტო ამ თამაში, ანუ ზოგადად სულ გვეტყობაო, რომ ჩვენ არასდროს არ ვნებდებითო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვისო, რომ მოვიდეთ იქამდე, სადამდეც მოვედითო. ჩვენ ვიმყოფებით მარტინში, სადაც ამ წუთებში ვარჯიშს მართავს და ღია ვარჯიშია 15 წუთი. ჩვენ ყველაფერი უნდა მოვასწროთ ამ 15 წუთში თქვენთან დალაპარაკებას და მოდი ვთქვათ ისიც, რომ აი უღრმესი მადლობა მთის წყალს კომპანიას, რომელიც მუდმივად არის მხარდამჭერი სპორტის და ყველაფერი ჯანსაღის. მოდი გადავიდეთ პირდაპირ უფრო მძიმე თამაშზე, რომელიც უდაოდ ყველაზე მძიმე იქნება ალბათ ჯგუფურ ეტაპზე. ყველანი აფასებენ საფრანგეთს გერმანიასთან ერთად ერთ-ერთ ტოპ ფავორიტად. რამდენიმე ლიგა 1-ის მოთამაშე ყავს, ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლაიფციგის ფეხბურთელი, მოკლედ ძალიან მაგარი გუნდია და სხვათა შორის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების წვრილმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთო, იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურესო, თუმცა ჩვენი გეგმა გვაქვს და აქ გასაკვირი არაფერი არა, ფავორიტების რანგში ჩამოვიდნენ ისინი და ძალიან კარგია რომ ეს პრესკონფერენციაზე სვანაძემაც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაკლისით ხდებაო ამ შეხვედრასო საფრანგეთის ნაკრებიო, მათ ყავთო ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობაცო, რომლითაცო ხვალო მძიმე მეტოქეს ველოდებითო, თუმცა ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ ჩვენი ნაკრები არა, იმეც არ მე პირდაპირ ვიტყვი, მჯერა რომ აი ბოლომდე იბრძოლებენ, იმიტომ რომ დღეს თქვა კიდევაც ოდიშარიან პრესკონფერენციაზე, აქ უკვე ერთად ვიყავით, რომ კი ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ესეთი დონის გუნდებთან თამაშობთო და იქ უნდა დავამტკიცოთ ზუსტად რა შეგვიძლიაო და მე მგონია რომ დაამტკიცებენ კიდევაც და ძალიან მესწიამუნა ალბათ ჩვენც მიაქცია ყურადღება რამასვანაძის განცხადებას, რა თქმა უნდა, საფრანგეთი უფრო რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენც არ ვაპირებთ რაღაცეების ძირეულ შეცვლას, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულია ძალიან მომწონს ის, რომ რამასვანაძის ფორმაციის ნაკრები რაღაც ცოტა რისკსაც არ უფრთხილს და მიდი და პირიქით ძალიან კარგად მიდი. ხვალ მოდი კიდევ ვთქვათ, რომ იმედი მაქვს, რომ უკვე ჩვენი კომაგების დიდ სიხარულსაც გადავიღებთ, უფრო სასიხარულო მომენტებიც გვექნება დასაფიქსირებელია, მოკლედ ხვალ კიდევ განვიხილოთ ვარიანტები. ფრედს ფაქტობრივად 95% უკვე გასვლას ნიშნავს და იმიტომ რომ სამი ქულა უკვე მოპოვებული გვაქვს. და მოდი ვაღიაროთ, რომ ამ ჩემპიონატის ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ. ნამდვილად. ესაც მადლობა ამ ბიჭებს, მადლობა რამასვანაძეს და წარმატებები. დანარჩენი უკვე ხვალ გავაგზავნოთ.
თამაშად შეეხება ჩვენ თუ ვეთქვათ, საკმაოდ დრამატული თამაში გამოვიდა, საკუთრებით ყველა წუთები. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, არ უნდა თამაშის დეტალების შეფასება, ერთ-ერთი რაც შემიძლია თქვა, ეს არის, რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვამაყობ ჩემი გუნდით, ვამაყობ ყველაფრით, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო წლებია. ძალიან გასანაირ და უდაწყოთი იყო ეს ყველაფერი, თუმცა რეალურად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რომელიც ჩვენთვის თავიანთი იყო. ეს არის ის პრობლემები, რაც საკმაოდ დაგვიგროვდა უკვე ევროპის დაწყების წინ. ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში, არა იმიტომ, რომ ისინი მეზენეჯიერები არიან, ფიზიკით ისინი ნიჭიერები არიან, მაცები არიან. ხასიათი მათი არის არამოდელად ძლიერები, უბრალოდ ბევრი სათამაშო პრაქტიკის გარეშე პლუს დაგვიწყდა ეს ტრავმები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქონდა. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი, აღანაც თქვი, ყველა ბოლომდე იხარჯება და ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთანაც რა თქმა უნდა გამოვალ და ვაჩვენებთ იმ თამაშს და იმ მონდომებას და იმ ბრძოლას, რასაც აქამდე ვაჩვენებთ. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება უბრალოდ არ გაგვიმართლა. განსაკუთრებულად ტკივნეული, როდესაც მოგებულ თამაშს წააგებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმისთვის ვართ პროფესიონალი ფეხბურთელები, რომ უკან დავბრუნდეთ, დავივიწყოთ ეს თამაში და გადავერთოთ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის 2 დღეში უკვე 17-ში უკვე ბოლო თამაში გვაქვს, სადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ჩვენ ყველა მეტოქესთან გავდივართ მოსაგებად და ამ თამაშს გვაჩვენა, რომ ყველა მეტოქესთან შეიძლება ფეხბურთის თამაში და მოგება. უბრალოდ არ გაგვიმართლა, ხო ვიგებდით 2 თეთრ 1-0-დან, ვფიქრობ, რომ არ გქონდათ რამოდენიმე ადამიანს იმედი იმის, რომ შეიძლება მოგვეგო, მაგრამ ჩვენ ეს დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია გავიდეთ და ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რასაც აქამდე ვაჩვენებთ. არ ვიცი, ძალიან მძიმედ ვართ მართლა. სამწუხარო მარცხი. და მოდი ვთქვათ კიდევაც, რომ ჟილინაცაც ვემშვიდობებით, იმიტომ რომ ეს იყო ბოლო თამაში ჟილინაში ჩვენი ნაკრების. ტრენჩინში გადავინათ ბატონო და სწორედ ტრენჩინში გადაწყდება ყველაფერი ზუსტად. 3 ქულა აქვს ჩვენს ნაკრებს. და ჩვენ გვახსოვს პორტუგალიასთან ჩვენს 21 წლამდელ თანაკრებს უთამაშია. ბოლო 1 წელიწადში ორჯერ მოუგეთ 2-0 უმაღლეს დონეზეც და ახალგაზრდული ნაკრების დონეზე. 21 წლამდელების პირველი წაგება. მაგრამ მოდი ვთქვათ, პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა თელ გუნდს. რეალურად ალბათ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებთან ტოლსტორად ვითამაშეთ, რა თქმა უნდა. რაღაც მომენტებში წინ იდგა საფრანგეთი და გჯობდა, სამართლიანობა უნდა აღინიშნოს, მაგრამ მოდი ვთქვათ, აქ იყო ბუნდესლიგის 2 წამყვანი მოთამაშე. ინგლისის პრემიერ ლიგის 2 წამყვანი მოთამაშე, თან ტოლის ტელზე ყველაფერი გააკეთა, ტოტენჰემმა რო ბაიერნისგან გამოესყიდა, წარმოიდგინე რა დონის ფეხბურთელზეა საუბარი. ერთი პრიმერას ფეხბურთელი სევილიასი, პლუს დანარჩენი ყველანი მინიმუმ საფრანგეთის ლიგა 1-ის მოთამაშეები და მათთვის შემცველი აღარ გვყავდა. ხო, ნუ მათთვის ეს ტემპი არის ჩვეულებრივი ამბავია. ამ ტემპს თამაშობენ მთელი წლის განმავლობაში. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ეს არის ჩვენი პირველი ეპიზოდის დასასრული. შემდეგ ეპიზოდს უკვე პორტუგალიის ნაკრების ტრენჩინიდან რა თქმა უნდა. ახალი ძალები დაბრუნდება და სხვათა შორის მეორე ეპიზოდს აი შენ წყალი. მეც უნდა დავლიო, თორე მართლა ძალიან ცუდად ვარ. შვენიერი გამოცდილების მხარდამჭერი არის წყალი მთის. რომელიც სპორტსმენებს და სპორტს მუდმივად გვერდში უდგას. ისიც ვთქვათ, რომ აუცილებლად შემდეგ ეპიზოდში ჩვენ გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს აქ ჟილინაში მოთამაშე ქართველ მოთამაშეს თან სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მცველს. სპორტსები სამგურალიდან გადმოვიდა, ხო? ბოლო ასე ვთქვათ კლუბი კი ეს იყო და ნამდვილად ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მან ჩვენზე და ძალიან კარგი მოსაუბრეც იყო. მოკლედ ახლა გავაძლიეროთ ჩვენი ოპტიმიზმიც, რომ ჩვენ შევძლებთ მართლაც იმ ურთულესი მისიის შესრულებას და ტრენჩინიდან გაცილებით უფრო კარგ ხასიათზე ჩაგერთვებით. ჩვენს პესიმიზმში საერთოდ არ ვართ და პირიქით ამ ოპტიმიზმს უგზავნით ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს და კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით მათ, მადლობას ვეუბნებით მთის წყალს და მადლობას ვეუბნებით ჩვენს გამომწერებს. მოკლედ შეხვედრამდე უკვე ტრენჩინიდან. აუცილებლად YouTube-ზე ძალიან საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.